სალამი, გადაწყვიტე ჩვენს ახალ კანონთან დაკავშირებით გამეზიარებინა ჩემი აზრი, კანონი, რომელიც მოკლედ რო ვთქვათ, ტროტუარზე დგომასაც კი კრძალავს, ფაქტიურად არსებობას კრძალავს ეს კანონი. ვიღაცების ჭკვით. ნედან მე მაინდა-მაინც არც ვიდეოების ჩაწერა მიყვარს და არც გრძელი პოსტების წერა, ამიტომ ორივეს შემოგთავაზებთ. ერთდროულად, რომელიც კიდევ ისე ერჩეთ, თუგინე წაიკითხეთ, თუგინე ვიდეოს უყურეთ. ერთი და იგივე არის ორივე. ხო, რაც შეეხება ამ კანონს, იმედი მაქვს, არავის აქვს იმის ილუზია, რომ ზოგადად მომავალში სანამ ოცნება ხელისუფლებაში არის ჩვენი ცხოვრება რამენად უკეთესი გახდება და რომელიმე მომდევნო დღე წინაზე უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, ეს კანონიც რაღაც რო დაგვაზარალებს, მაგრამ თუ ჭკვით მოიქცევით, არ დაგვასუსტებს და პირიქით ოცნებას გაცილებით ძვირი დაუშვდება ეს კანონი, ისე როგორც ჭკვილია დაუშვდეს ბევრი სხვა კანონი, მაგალითად, ჯერ არც კი დაგვიწყია ფიქრი იმაზე, რა უნდა დაუპირისპიროთ ამ წიწაკის სპრეის და ელექტროშოკების რეალიზაციის აკრძალვას და რა ვიცი, შეიძლება მაგაზეც ბევრი რაღაც მოფიქრება, უმეტესად მაშინ, როდესაც ეს კანონი ძალაში შევა, მანამდე არ არის კარგი მაინც და მაინც ლაპარაკი სანამ კანონში ძალაში შევა, საჯაროდ არ გვაწევს იმის ლაპარაკი თუ რას ვიზამთ, მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია რომ მაგალითად ყველამ მიუხედავად იმისა ვაპირებდით თუ არ ვაპირებდით აქ ჭირდებოდა თუ არ გვჭირდებოდა შევიძინოთ რაც შეიძლება ბევრი წიწაკის სპრეი და ელექტროშოკი იმისათვის რომ როდესაც კანონი ძალაში შევა ჩვენ ბალანსზე იმაზე გაცილებით მეტი წიწაკის სპრეი და ელექტროშოკი იყოს ვიდრე ამ კანონის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა. ხო და დანარჩენი უკვე ამ კანონთან დაკავშირებით უკვე ძალაში რო შევა მე არის რაღაც ვარიანტები იმისათვის რომ სახე გავაძლოთ სისტემას. ხო და რაც შეეხება ტროტუარზე დგომის აკრძალვას დეტალებში მაინც და მაინც არ შევალ ახლა ისეთი ზოგადი მოცემულობა ვიცით რაც არის. უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაგჭირდება იმისათვის, ვისაც არ დაეზარება, რომ კანონის სრული დაცვით სახე ავახიოთ სისტემას. ჩვენი მიზანი არის, რომ ხელისუფლება მიხვდეს, რომ ნებისმიერი ეს რეპრესიული კანონი მას გაცილებით მეტად დააზიანებს, ვიდრე ჩვენ თორე ჩვენ რო დაგვაზიანებს მაგას ხვდებით, მე მგონი ყველა მარმა, მე მგონი იმასაც ხვდებით, რომ სახში რო წავიდეთ, მაინც არაფერი არ აღწდება და უარის შედეგს მივიღებთ და უნდა ვიცადოთ, რომ ნებისმიერი კანონი ბევრად ძვირი დაუშვდეს ოცნებას რა. რეალობა ისაა, რომ ამ კანონის ეფექტურად ასრულების არანაირი შანსი და არანაირი მექანიზმი არ არსებობს. შეუძლებელია, რომ ოცნებას გათვლა ქონოდა იმაზე, რომ ეხლა მართლა ამ კანონში გაწერია იმას მიყვება. უბრალოდ მათი მიზანი ისევ ის არის, რომ დაგვაშინონ და უბრალოდ მივატოვოთ პროტესტი რა, რაც იმედი მაქვს, ყველა ხვდებით რომ არ გამოვა. და მაქსიმუმი რასაც შეიძლება ოცნებამ ამ კანონით მიაღწიოს არის ის რასაც მიაღწია როდესაც გზის გადაკეტვაზე და ირბადის ტარებაზე პატიმრობა შემოიღო. მეც ვერაფერს ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ არ არსებობს უბრალოდ და შეუძლებელია ამ კანონის ისე ეფექტურად აღსრულება, როგორც დაწერილია. და ბოლოს ორ საინტერესო რაღაცას გეტყვით ამ ახალი კანონიდან. ერთი არის ის, რომ ოცნება გვეუბნება, რომ ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გადაკეტოთ ტროტუარს თუ გადაკეტოთ გზის სავალ ნაწილს. მე დაგსჭით ორივე შემთხვევაში დაგსჭით ერთნაირად და არ ვიცი რა გონიათ ოცნებას რომელს ავირჩევთ ამ ორიდან ტროტუარს გადავკეტავთ თუ გზის სავალ ნაწილს. და მეორე საინტერესო დეტალი არის შემდეგი, რომ თუ ამ ახალ კანონს დაარღვევ პოლიცია მოვა და დარღვევის შესაძლებლად მოგცემს 15 წუთიან ვადას. ოღონდ თუ ამ 15 წუთში დარღვევა შეჩერდა, ანუ აღარ არღვევ. მაინც ისჭები, ანუ რო გაგაფრთხილოს პოლიცია, შეწყვეტ დარღვევას თუ არ შეწყვეტ, მაინც ისჭები და არ ვიცი ოცნებას რა გონია ჩვენ რას ავირჩევთ. გავაგზავნებთ გზის გადაკეტვას თუ შევწყვეტ გზის გადაკეტვას თუ გვეცოდება რომ მაინც ვისჭებით. ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ 15 წუთის მერე ოცნებას უფლება ექნება, შესაძლებლობა ექნება აქცია დაარბიოს. ხო და რა ვიცი, არ მოგესმათ, ისევ დარბევით გვემუქრებიან, ხო და თუ კიდე ეგ არის მაგათი
ჩვენთან საუბრის თემა მაშინ ვინც არ დაგვარბიოს